მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გაჩვენებთ კიდევ ერთ Samsung-ის სასარგებლო ფუნქციას. მაგალითად, ახლა დავუშვათ Facebook-ზე, Messenger-ზე, YouTube-ზე, თუ რამე აპლიკაცია გვაქვს მთავარ ეკრანზე დადებული, ყველა საწერია თავის სახელი, ანუ Facebook საწერია Facebook-ი, Messenger-ი, YouTube-ი და ასე შემდეგ. ეს დასახელებები რომ მოვაშოროთ, უფრო გამოჩნდება ლამაზი. აი ასე. აგერ ნახეთ დამეთანხმებით ალბათ რომ ესე უფრო ლამაზი არის ეკრანზე, როცა აპლიკაციებს თავის სახელები არ აწერია. ისედაც ვიცით რომელია და რა საჭიროა აპლიკაციის სახელები. ამისათვის უნდა გავაკეთოთ ასე. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. თავარი ეკრანიდან გადავდივართ აპლიკაციების ეკრანზე. დაბლა მარჯვენა მხარეს другие параметры, შევდივართ აქ. აქ გვინდა настройкები. Настройки. Агер настройки. Настройки экрана. Ярлыки приложений. Метки на главном экране. Переключатель. Ярлыки на главном экране. Ярлыки приложений. Метки на главном экране. Выбор. Метки на главном экране. ამას ვთიშავთ. ნახეთ, ჩავრთავ. გაჩვენებთ ახლა. Messenger. ამ შემთხვევაში აწერია აპლიკაციებს თავის სახელები. Экран приложений. Другие параметры. Кнопка. ისევ შევალ აქ. Всплывающее окно. Настройки. შევდივარ настройкებში ისევ. Метки на главном экране. Михаил, переключатель. აგერ გავთიშავ ამას. Назад. Главный экран назад. გამოდივარ უკან და ნახეთ. Messenger. Уведомлений. YouTube. აღარ აწერია აპლიკაციებს თავიანთი სახელები. ეხლა მე ოსინათ უთანხმოვან პროგრამას რო ხმარობ, პროგრამა მიკითხავს სად რომელია. თქვენც თუ გაუთიშავთ ამ სახელებს, გაუქრობთ, უფრო ლამაზად გამოჩნდება თქვენი აპლიკაციები, მაგრამ იარლიკები არის იმისთვის, რომ მიხვდეთ რომელი დავუშვათ Messenger-ია, ამას ისედაც მიხვდებით, ნაწერი რო არ კონდეს Facebook-ი, YouTube-ი, Instagram-ი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე მგონი დამეთანხმებით, რომ ესე უფრო ლამაზი არის. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.